ჩემი დიშვილი აკეთებს კონტრაბასისტების. თარო უხარი. კონტრაბასისტებს აჯავრე. ერთი თუ კონტრაბასისტს. გამარჯობა. როგორ ახარ? როგორ? გამიშავს. კარგი, თავად? არა, გუშავს. აქ დავждე, ხო ალბათ? ძალიან მიხარია რომ თქვენთან მოვედი. და ძალიან სამწუხაროა რაღაც მომენტში ჩემგან რაღაცები უნდა გეწყინოთ ხოლმე. თუმცა ეხლა შევთანხმდით რომ არაფერი არ გვეწყინოს, ხო ერთმანეთზე. ვეცდები მაქსიმალურად რომ არ გაწყინოთ, მაგრამ კონკურსის მერც უნდა გაგრძელდეს ჩვენი ურთიერთობები რა. იმიტომ არის ზუსტად ეს ჩემი ჩანაფიქრი რომ აი დღე ხვალინდელ ჩემ კონცერტზე რომ რაღაცა ჯემ სეიშენის სახით რაღაცა ყველა მონაწილეობა მივიღოთ რომ ამ კონკურსისგან ჩვენი დაგვრჩეს ჩვენი ურთიერთობა რომელიც ამომავლოთა სხვა კონცერტებში შეიძლება გაგრძელდეს რა. და ერთ სიმღერა შეგვიძლია რაღაც გავაკეთოთ ყველაზე მარტივი ავირჩიეთ ან აღდგომა არის ხვალ დამდეგ აღდგომას გილოცავთ ყველას ცეცხლის გადმოსვლას გილოცავთ დღევანდელის ესე საკმაოდ ჩქარად გადმოვიდა ესე იგი ბედნიერ წელს გვირდება ღმერთი და სიმღერაც ისეთია რა ფორმით და ინტონაციით საკმაოდ მარტივია მაგრამ აქვს რაღაცა ისეთი ოდნავ ნაივი სტილისტიკა რა და მარტივად გასაკეთებელია მოკლე დროიდან გამომდინარე და თან საშუალებას გვაძლევს პლუს თითეულმა ცალ-ცალკე ეს რაღაცა რეფრენი რაც არის მუსიკალური ზოგმა დუეტში ნუ ვერდვოლი ყველგან ზის როცა რაღაცა ჯგუფურს აკეთებ იქ ერთი რომ შეიქმნა მაშინ იმის მერე ვერდვოლდის ტყუპები იქმნება და იქმნება რა როგორც კი ეგეთი ამეკეთდება მუსიკალურად სულ არ გავდეს ძალაუნებურად ასოციაცია პირდაპირ იმაზე გაქვს ხოლმე რა პირველ სიმღერაზე რომელიც ამ ფორმით გაკეთდა რა ხო და რა ვიცი აქ არის ხო ინსტრუმენტები თან თქვენც უკრავთ იმის საშუალებაც იქნება რომ ბოლოს თვითონ კონცერტ ჯემ სეიშენში გადავიყო მარტო ამ სიმღერით რო არ შემოვიფარგლოთ ის ჩემი ბენდი რომელიც უკრავს ხო ჩემთან ერთად იქ დავუშვათ კონტრაბასზე ახალ უკრავს ბაზეც უკრავ ხო გიტარაზეც უკრავ გიტარაზე უკრავ ასე რომ შეგვიძლია ინსტრუმენტებზეც გიტარაზე უკრავ შვენივრად უკრავენ სხვათა შორის რაზე? დრამზე უდარო მithumetes ესე იგი დასარტყამ ინსტრუმენტებზე ბოლოს ამას ყველაფერს გადავიყვანთ ამ ერთი სიმღერის გარდა ჯემ სეიშენსში რა ჩემ პირველ ნაწილში რაღაც დაუკრავ ჩემს რაღაცა ერთ პროგრამას მე არის ახალი პროექტი მაქვს ესეთი ისეც ახალგაზრდებთან ერთად არის ქვია დეკადენსი რა იქ თქვი კიდეს და უფრო აგიხსნით იმიტომ რომ ჩემს ბავშვობაში არ იყო ნაით კლუბები რა სადაც და იყო დომ კულტურები რა საბჭოთა კავშირში ცხოვრობდით და აბრევიატურით გამოდიოდა დკ ხო და ეხლა არის დენს კლუბები რა და რომ გავაერთიანოთ დკ და დენსი გამოდის სიტყვა დეკადენსი რა ჩვენ თაობის მდგომარეობა რა და პრინციპით ჩვენ ვარ ტირე რა დკ-სა და დენს შორის და ეგეთი პროექტია უკრავს DJ-სთან ერთად ესე იგი აქ არ არის ესეთი ფორმა რომ DJ იქვე ამზადებს სემპლებს აი ეს დაკვრის დროს გვაწვდის ჩვენ უკრავთ უკან უბრუნებთ საკმაოდ საინტერესო ტექნოლოგია რა და არის ესე იგი არ არის რომ ჩემი მოგონილია მაგრამ პრინციპში ესეთი ექსპერიმენტალური ფორმაა
კიდევ ვაპირებთ რომ კონცერტი გვექნება თქვენ 24-ში თუ 23-ში ზუსტად არ მახსოვს მაისში. და იქაც შეიძლება რომ ეს ერთი სიმღერა რომელიც დღეს გავაკეთებთ რა ისეთ სიმით იმ კონცერტის შეგვიძლია ამ სიმღერას დავამთავროთ რა. რა მე მგონი დავიწყოთ ხო? დავიწყოთ. აი კლავინოვა ხო? მიკროფონები გვაქვს თუ არა? კი, გვაქვს. შეერთებულია ყველაფერი ხო? ადრე მიდი. ისე დეკადენსი მე სხვანაირად გავიგე თავი. ჩემი თაობის ნიშანია, აი შენ როგორც გაიგე, სწორად გაიგე. არა, მე ვიცი დეკადენს მეგონა კადენცია და დე მეგონა უნაგებობო. მაგრამ პრინციპში დეკადენსური მდგომარეობა ხო არსებობს, სწორედ იმ გაგებით შენ როგორც მუსიკალურად დეკადენსი გაიგე. დინამიკები ჩართულია? ესეც იგულისხმება. დინამიკები ჩართულია. შენ თავა პრინციპში დეკადენსური თავობა. ივან. სწორად გაიგე. ეს არ არის ჩართული? ჩართებული. ეგ საიდან მოდის ეს? აი ეს დამაგრძელებელია რაც. აი ეს ბექების აი არის. მიუცე იყო და დამაგრძელებელი. აკე. რა ჩავთო? ესენი არ არის. ეს არ მოკიდოთ ხელიო. ეს არ გვინდა ეს ჩვენები ავიღოთ. ხო, პრინციპში. ეს ჩართულია ეს ახლა ეს ესენი შეფული. მოდი მაშინ რა ვქნათ ისე ძალიან მარტივი ტექსტია პრინციპში რეფრენია ჩავწეროთ ტექსტი ჯერ რომ უცებ აი ის პრინციპში მე მგონი ჩაწერის გარეშე დაიმახსოვრებთ მაგრამ მაინც ჯობია რომ ერთი არსებობს რა აი დამატება ინსტრუმენტის ამჯერად დავჭირდება. შეგვიძლია რატო ეხაც შეგვიძლია რომ უფრო საინტერესო იყოს დაუკრა დიდი ვისაც აქ გვექოს. გაიგეთ მარტიფანის ის. ძალიან მარტივი ორი აკორდია რა სიმღერა არ მაქვს, მაგრამ მომეცა. ტონალობაც ავირჩიოთ ეხლა რა თქვათ გონია უნივერსალურად კი ორნოტიანი სიმღერა თვითონ მელოდია არის ორი ნოტი მეტი არა ადრე 88 წელი იყო თუ 99 სიმღერა დავწერე როდის აფხაზეთის ომი რომ საფხაზეთის ომამდე ხო მოხდა სამოქალაქო ომი რა და ესე იგი სიმღერა მაქვს სამოქალაქო ომამდე დაწერილი და კლიპი გადავიღე უკვე ომის მერე დამწვარი თბილისი ამ კლიპში. დევს ჩემთან Facebook-ში შეგიძლიათ ნახოთ ჩემი თვითმფრინავი ქვია რა და არის იქაც ესეთი მინიმალისტური ორნოტიანი ეს სტილისტიკა რა და რადგანაც მეგონა რომ მე ვიღაცა განავითარებდა და არ განვითარდა სამწუხაროდ. გონია რომ საინტერესოა რა საერთოდ მინიმალისტურ ფორმაშიც შეიძლება ძალიან მაქსიმალური მდგომარეობა ჩაიდოს, ხდები? არის ეგეთი ტექსტი. ჩემს საყვარელ საქართველოს არაფერი არ აკლია, მაღლა ცაში ანგელოზებს ოქროს ფრთები აკარგიათ. ჩემს საყვარელ საქართველოს არაფერი არ აკლია, გაგრა ბიჭვინთა სოხუმი, ბათუმი და ანაკლია. ეს არის პრინციპში აი ეს კუპლეტი, რომელიც რეალურად შემღერი ხარ და მე დარბასაც ამღერებ. იმიტომ იმდენად მარტივია სიტყვაზე რა. ჩემს საყვარელ საქართველოს არაფერი არ აკლია. მაღლა ცაში ანგელოზებს ოქროს ფრთები აკარგიათ. რა კარგია? ჩაუწე არ უნდა ამდე ჩემს საყვარელ საქართველოს არაფერი არ აკლია მაღლა ცაში ანგელოზებს რომელიც შეუძლია გოგოს ავდეს ზევი მაღლა ცაში ანგელოზებს ოქროს ფრთები აკარგია რა კარგია La carguía ჩასად მოვიდა მე მეორე დავიდა ჩემს საყვარელ საქართველოს არაფერი არ აკლია
გაგრაბიჭდა სოხუმი ბათუმი და ანაგრია რა კარგია ათათო რა კარგია და მე აი ეს ამათ შორის პრინციპში არის როგორ რაღაცა იცი რომ ყოველთვის ცვლი ხოლმე კონცერტებში გააჩნია მე მოდის ხოლმე პეტრე პავლე ივანე და რატომ დაიგვიანე და იმიტომ რომ პრინციპში ბავშვობაში როცა ესეთი გათვლები არსებობდა ხო და ამას ხო მღეროდით ხა თქვენ თაობაში არ ვიცით ჩვენ რო პატარები მღეროდით ეს პეტრე პავლე ივანე რატომ დაიგვიანე და არ ვიცოდით ეს ხო პეტრე პავლე იოანეა ქრისტეს მოწაფეები გულისხმობდნენ ეს მერე როცა გავიზარდე მივხვდი როცა სახარება წავიკითხე რომ მაშინ ქვეცნობიერად პატარები რაღაცას მღეროდით და არც ვიცოდით რაზე მღეროდით რა და დაუშვათ შეგვიძლია ავირჩიოთ რა ან პეტრე პავლე ივანე ან დაუშვათ ან ბანგანდონ ენვინზენთან ისე ძლიერ მინდა თქვენთან ან ბანგანდონ ენვინზენთან ხვდები რომ ეს რაღაცა სიმღერა ჩვენს სიყვარულს რა დარწმუნებული ვარ ერთნაირად გვიყვარს ყველა საქართველოს რა ყველა ქართულ და არაქართულს ვინც საქართველოში ცხოვრობს რა და რაღაცნაირად ეს სიმღერა ავირჩიე მithmetes აღდგომაა რა იმიტომ რომ მე მგონია რომ საერთოდ ყველა დღე რომელსაც ჩვენ ცხოვრობთ არის აღდგომის წინა დღე ყველა დღე რა აბსოლუტურად რა და ამიტომ აი სწორედ აღდგომის წინა დღეა დღეს და ამ სიმღერით უკვე აღდგომას შევხვდებით რა მაშინ თავი დავიწყდა კიდე რაში რომ მინიმალურად გავუკეთოთ ეს მელიზმატიკები თავის სიუბრალოეში არის დასარტყამზე ვინ უკრავს მე შემიძლია შეგრეშ რომელიღაც ჯერ შევალთ ალბათ დასარტყამის გარეშე ხვდები გიტარები და სადღაც მეორე ნაწილში შემოვიდეთ დასარტყამი მოდი აბა ვცადოთ ის თავიდან ვიწყებთ დავუშვათ პიანო გიტარა მერე შემოვიდეს ბასი და მერე დასარტყამი ეს იგი ფა და სი ბემოლია რა დავიდა თავიდან მოდი გავაკეთე პირველ კუპლეტში 4-ჯერვე ქვეითავე მეორეჯერ ვიმღერებთ ხო მესამე ჩემს საყვარელ საქართველოს ისე არაფერი არ აკლია მაღლაცაში ანგელოზებს ოქროთები აქ არ გიათ მეორეჯერ უკვე ესე გავაკეთე ხო წავიდე თავიდან მაღლაცაში ანგელოზებს ოქროთები აქ არ გიათ რა კარგია რა კარგია ორჯერ გავაკეთოთ პირველი და ანუ დრამთან ისე პირველი ტექსტი ხო დრამი რო შემოვა ისე პირველ ტექსტი ვარ და მესამე ტექსტი გადავალთ უკვე იგი თავიდან დავიწყოთ მაშინ იგი შესავალი დავიწყოთ როიალმა და გიტარა მე აბადოკით შემოვიდა ხო ჩუმად ხო აბა რა ვიცი რა ჩემზე კარგად უკრავ. აი ყოთ მაგის წევს არავინ. მაღლაცაში ანგელოზებს მეორე ხმა ალბათ ესეთია. მაღლაცაში ანგელოზებს. აბა ერთად მაღლაცაში ანგელოზებს. პირველი ხმა? ცებ სამი შეიძლება არც იყოს საჭირო. რაც ესე იგი პრინციპში ამ სიმღერის პრინციპი არის მინიმალიზმი და მაქსიმალურად უბრალო, ხდები?
რაღაც ბექებივით რო გავუკეთოთ. არა, დავწერთ. იცი რა, სტილისტურად შეცვლის რა, ცოტა ისეთი უნდა იყოს რა. უბრალოდ. ხო რა. და მე შეგვიძლია რაღაცა იმ შუაში, აი ეს ამბან განდონენინზენთან გავშალოთ ხმებში რა, რაღაც აკორდი ავიღოთ და უფრო საინტერესო იქნება რა. და მე შუაში ვისაც თელი გათვლე, ბავშვობაში დავბრუნდეთ რა. პეტრე პავლე ივანე ბუხტარ ბეაბელ კამელ კუმანი ინკლი ბინკლი გრამატიკლი ვიშლაძე ანა ბანანიცა ეგეთი გათვლები იყო ბავშვ თქვენ ალბათ სხვა გათვლები გქონდათ ხო? რაღაცები იყო ჩვენ. ენკი ბენკი სიკლის საინკი რაღაცები რამე ისეთი არის რომელიც მე არ ვიცი თქვენი გათვლა მითხარით რა თქვენ თავი კი ხო ჯეირანი ესამესა გადის ესა არა ესამესა გადის ესა დინდო აი ჩვენ დროსაც იყო როგორ იყო? რა თქვა ტაი Amagandon envinzentan ყველაზრიერ გვინდა თქვენთან 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 Amagandonზე არ გავჩერდეთ ახლა არა მივაყოლე ენვიზენთან მე მქონდა ერთი ვერსია 5-4-ზე რო გააკეთო გამოდის ძალიან მაგარი. აი ეხლა ჩვენ ხო 4 ვატყობთ. ამბან განდონ ენვინზერთან 1 2 3 4 ამბან განდონ ენ ზენვინტენ ინკალან და გამოდის ხოლმე დამ. მაგრამ ეს უნდა პროსა ესე ვერ მოვასწრებთ ხო ნელი კონცერტისთვის, თორე 5-4-ზე არის ძალიან მაგარი რა. და ზუსტად იყოფა. ხო 33 არა ქართული ასო არ არის წვილი, ხდები კენტია. ამიტომ იყოფა ზუსტად თავდება, ჰაეთი თავდება რა. და ძალიან მაგარი გამოდის. ეს სიმღერა მე გავაკეთოთ და კონცერტზე თუ კიდე მოგცემს თქვენი ხელმძღვანელობა უფლებას, რკინიგის სასახლეში მეკრება იმ კონცერტზეც შევასრულოთ უკვე უფრო მაგრად. ეხლა კლუბისთვის შედარებით გაიოლებულად გავაკეთოთ. მოდი ეს გავიაროთ ახლა 3-4 Amagandon envinzentan inkalas man naroban genre Amagandon envinzentan inkalas man naroban genre Amagandon envinzentan inkalas man naroban genre მე ორჯერ უკვე Amagandon envinzentan ყველასრიერ გვინდა ჩვენთან ყველასრიერ გვინდა ჩვენთან Amagandon envinzentan ყველასრიერ გვინდა ჩვენთან Amagandon envinzentan ყველასრიერ გვინდა ჩვენთან და დავაუდალე ხოლე დუმ ცაკ დუმ და ხო შემოყავდა ზიერ გვინდა ჩვენთან აია და დაუშვით გავიყოთ ნაწილმა თქვენ ნაწილმა უპასუხოს ხო და ტონალობა უცებ შევცვალოთ მე და შევცვალე და ფამაჟორში დავბრუნდეთ უცებ არა ისე რეჟი თორე ძალიან იქნება აია აი თითი აი თუთა როგორ იყო აი თოხი მოყვა მაგარი თოხი ეს თქვა ჩვენ ოდნავ შევცვალოთ აი აი თითი აი თუთა არა თოფი ესე ვთქვათ რა აი თითი და ხო იყო აი თოფიც იყო რა და თოფს ვთქვათ არა რა და მე უკვე იქ ცოტა ჯანგალი წავა რითმი და იქ წავა ბუხტარ ბეაბელ კამელ კუმანე ინკლი ბინკლი გრამატიკი ვიშლაძე ენკი ბენკი სიკლისა და ენკი ბენკი სიკლისა თურმე ჩვენი ბავშვობა გავიდა და მე უკვე ესამესა გადის გავიდეს აი რაღაცა და ბოლოს რა თქმა უნდა დაბრუნდებით ჩემს საყვარელ საქართველოს. მოდი ახლა ნაწილ გავიაროთ და მე გავაკეთოთ გაერთიანება, ხო? ვერ მოვასწრე. ბალე არ შეხვიდეთ ბავშვები, გააცადეთ ახლა იმას.
იცი რა დაუშვათ ის ნაწილები, სადაც მორეპო წასაკითხია, ხო, აი ეს გათვლები, ხო? იქ დაუშვათ თუ კი ვიღაცა ვერ მოდის, ერთის აიღებს თავს, ზოგი ლებში როგორც არის, ზოგი რო შეუერთდება, ზოგი გამოდის. მან თავისუფლები ვიყოთ რა, ხო ხტები რას ვიძახი და აი ეს ნაწილები რაც სამღერია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ამდენი გვაქვს დრო. არ ვიცი. მეც არ ვიცი. უსაზღვრო. მოდი ეს გავიაროთ აბა. ან ბაგანდოზე, რა? აბა 3 4 უდანი დარჩება Buchtar, beda abel kamel kumane Da ingli, bingli, grammatikli, vishvade Enki, benki, sikli, sada, enki, benki ba Turme, čeni, bakšova, kavida Esa mesa gadis, 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 Bangando le minzentani kalas mandaro banjanre, naro banjanre, naro banjanre, naro banjanre, naro banjanre. Bangando le minzentani kalas mandaro banjanre, naro banjanre, naro banjanre. ძალიან ეს არის ფადან რეშიო გადავდიოთ ასე და უკან ფაში რო ბრუნდებით ეხავთ რა მოწვავე გადავიდეთ და დო მაჟორში წავიდეთ მერე ჩემთვის მაღალია არა ჩემ საყვარელ საქართველო ოდო ხტავით აბა ჩემ საყვარელ საქართველო აი ჩემ საყვარელ საქართველოს ქვემოჯერ ჩემ საყვარელ საქართველოს დობა ჯორჯი დავწერე არაფერი არ აკლია მაღლაცაში აგებოზე შეგვეით ოქროს წები არ აკლია რა გაკლია რა გაკლია Ragardia Poeta Чем заплавил Сакартвелос Арапери Аракия Малазаши Ангелозес Анрозеви Аракия Аракия Ragardia Ragardia საქართველოს არაფერი არ აკლია მაგრამ თვითონ სოხუმი მათუდი და ანაკლია აკაკია
ერთი შეიცვალება ტექსტი იქნება პირველი კუპლეტის როგორც ხოვიზახით და ოქროს ფრთები აკარგიათ. და იქნება მაღლა ცაში ანგელოზებს ოქროს ჯვრები აკარგიათ უკვე. ფრთები ხო შვი? ანდა შეგვიძლია მაღლა ცაში ანგელოზებს ფრთებზე ჯვრები აკარგიათ. ეს ჯობია ფრთებზე. ფრთებზე ჯვრები აკარგიათ, ხო? წავიდა. მოიცა კი ბოლო კუპლეტი, ხო? ამას ბევრჯერ რომ ვიმღერეთ, ბოლო კუპლეტს უკვე დავამთავრებთ ამ ტექსტით, რა და ეს იცი არ უნდა უკვე ჩვენ ვიმღეროთ, მე გამოვიდეს ფონოგრამა და თემი და ყველანი ვამღეროთ, რა. იმათთან ერთად და ბევრჯერ რომ ვამღერებთ, მე უკან შემოვა დასარტყამი ინსტრუმენტები და ბოლოს აი ესე მაგარი იქნება. დავიდა ეს ბოლო დომაჟორში ბრუნდებით ესე იგი იქიდან. აი მაგრამ ის გადასვლა გავაკეთოთ რო ტონალურად. მოდი ჯერ ხა დომაჟორში გავაკეთოთ ეს წავიდა 3 4. ჩემს საყვარელ საქართველოს არაფერი არ აღია რაღაცაში ანგელოზებს ოქროს ძები აკარგია რა კარგია ჩემს საყვარელ საქართველოს არაფერი არ აღია მაღლაცაში ანგელოზებს ოქროს ძები აკარგია რა კარგია კუპლეტს ბოლოს. ფონოგრამა ინსტრუმენტო გაჩნდება. მაღლაცაში ანგელოზებს 1 2 ჩემს საყვარელ საქართველოს ნები არაფერი არ აღია მაღლაცაში ანგელოზებს თებზე ძები აკარგია რა კარგია ამღერებ 4 უკვე არის ბევრი. რა კარგია, სხვა ორჯერ. ბოლო კუპლეტში. ბოლო ეს გავყვეთ ხმებში, ხო? ჩემს საყვარელ საქართველოს. ხო, წავიდა. 3 4. ჩემს საყვარელ საქართველოს არაფერი არ აღია მოდი ერთმა ბალი თქვა. მაღლაცაში ანგელოზებს ჩემს საყვარელ საქართველოს ხაზე გადადი. ჩემს საყვარელ საქართველოს არაფერი არ აღია ბასი, აკო ბასი არა გვაქვს და ამ მომენტში არის, საჭირო როცა ინსტრუმენტობა გამოდის რა. აბა 3 4. ჩემს საყვარელ საქართველოს არაფერი არ აღია მაღლაცაში ანგელოზებს თებზე ჯვრები აკარგია რა კარგია პატად იგულისხმეთ. რა კარგია დავიდა. რა კარგია საყვარელ საქართველოს არაფერი არ აღია მაღლაცაში ანგელოზებს ოქროს ძები აკარგია რა კარგია არის ძალიან მარტივი, ეს მე ხარ რომ მომიტონა რაღაცა მაგ ხომ სიმღერები, რაღაც ძალიან რთული ჰარმონიებით და ისეთი რა და ძალიან ცოტა დრო გქონდა ამის გასაკეთებლად, მაგრამ ყველაფერი წინ არის, ხო? მithumetes თქვენი ბენდი კეთდება და ძალიან მიხარია, რომ აი ეს ტურნე გაქვს საქართველოში, იმიტომ რომ მე მქონდა კონცერტი ფილარმონიაში 2 წლის წინ, დიდი კონცერტი იყო, იქ იყო სიმფონიური ორკესტრი, აკაპელა, ცალკე ირანელები ჩამოვიყვანეთ, ცეკვავდნენ და მინდოდა რომ ყოფილიყვნენ
ასევე თურქებიც ყოფილიყვნენ, გესმის? რუსებიც ყოფილიყვნენ და საქართველოში ყველა სტუმარია. სტუმარი ღვთისაა, გესმის და მტრობა არ უნდა არსებობდეს მეხსიერებაშიც რა. და ამიტომ ისინი ვინც გვიპყრობდნენ, ყავდა დაპატიჟებული თავის ხალხური შემსრულებლებით რა. საერთოდ რაღაცა ირანელები მოხერხდნენ, იქ თურქები ისინი მინდოდა დარვიშები რა, რომ ტრიალებენ. და ვერ ჩამოვიდნენ და ნუ ესეთი იდეა იყო რა და ნუ სტუმარი ღვთისა იყო მთავარი რა, სიმბოლო რა და გაუბანის სინანულისანი ერქვა ამ კონცერტს დავით აღმაშენებელის გენიალური საგალობლებიდან და იქ თქვი რომ მეთქი ხო არის კუთხეები რომელთან ვერ ჩადიან და იმის გამო რომ არაკომერციულია და მილიარდი მიზეზია ძალიან პატარა ქალაქები ჩვენს ქვეყანაში რა და ეს ტურნე მაგითია მნიშვნელობა რომ იქ ჩაუტანო და იქ უმღერო იმ ადამიანებს რომელსაც არ აქვს საშუალება ჩამოვიდნენ თბილისში ამ პროექტის ერთ-ერთი კიდე უნიშნულოვანესი მხარე ეს არის რომ ეს გაგრძელება აქვს რა ძალიან მაგარი და მე ვთქვი მაშინ რომ მეთქი საქართველოს ჩამოვივლი მეთქი კონცერტები თქო რა ოღონდ რა თქმა უნდა აკაპელით სიმფონიური ორკესტრით ნუ როგორი დაფინანსება უნდა რომ ყველგან ჩახვიდე რა და მინიმალური რაღაცა ჯგუფით გავაკეთე საზაფხულო ტურნე მე ხა ზამთარი რთულია იმიტომ რომ ზოგან ისეთ ადგილებში ჩადიხარ რომ გარეთ უნდა დაუკრა ეს აპარატურა წამოყვეს ეხლა მინდა საგაზაფხულო ტურნეც გავაკეთო ოღონდ ჩემი მოკლე ტურნეები ხა დიდ პროგრამით ესეთ მთელი წლით ვერ მივდივარ და მე რაღაცა ნაწილი ზაფხულში და ისევ შემოდგომაზე დასრულდეს რა ნუ აი როგორ ქალაქებში ვიყავ ჩოჩოხატაულში დავუკარეთ ხო რა და ბათუმში ქონდა კონცერტი მაგრამ არა ბათუმში აი ცნობილ ადგილებში ბათუმში არის ეგეთი უბანი ბონი თუ რაღაცა ხვდები სადაც არც ვიცოდი თუ ეგეთი ადგილი არსებობს ახალციხეში ქონდა კონცერტი ხვდები რაც გეუბნები აი ესეთ ადგილებში დავუკარეთ რა და ხან რაღაცა იმ სკოლებში უკრავდით რასაც გვაძლევდნენ იქ რა ადგილებსაც რა ეხლა მინდა გავაგზავნო რა და ახლა თქვენ ტურნეზე ბევრად მასიური იქნება მსმენელის მოსვლა რა და თავისთავად უკვე კეთილისა თქვენთვის ხო კეთილია რომ ეს კონკურსი დაუშვათ გაძლევთ საშუალებას რომ თქვენი ნიჭი გამოავლინო და გამოხვიდე და პლუს კიდე აი იმის გაგრძელება რომ თქვენ შეგიძლიათ ეს ჩაიტანოთ იმ ხალხთან ვინც არ არიან განებირებული კონცერტები და მუსიკით ესე ძალიან მაგარია რა არჩიო რო აიღო როცა მუსიკაცოდნები არჩევენ ითვლება რომ აი ყველაზე კანონიკი დაწერილია და ამ დროს აბსოლუტურად ამოვარდნილია სონატური ალეგროს რაღაცა წესებიდან რა ხო ნუ იმიტომ რომ ის მედიუმი იყო გამტარი თვითონ არც იცოდა რა შეუძლია პირდაპირ წერდა რა რამდენიმე არის ხალხურიდან მოცარტამდე მაგრამ ეს არის ნუ იმპროვიზაცია საერთოდ ურთიერთობას და ცხოვრებას რა თან მნიშვნელოვანია რომ თქვენ ერთად ცხოვრობთ რა არის რომ ხო იქამდე ერთმანეთს არა ერთი ყველაზე მაგარი რაც შეიძლება ადამიანმა შეიძინოს არის ადამიანი ამ თვითონ ამ პროექტიდან სიტყვა პროექტი არ მიყვარს ამ ამბიდან ესე ვთქვათ ერთი რაც ყველაზე დიდი პლუსები აქვს ხო თავის თქვენი გამოსვლა ასპარეზზე თქვენი ტურნეში წასვლა პლუს თქვენი დამეგობრება ესე ძალიან მაგარია ყველაზე მაგარი არის როცა ადამიანი შეიძენს ადამიანს ამიტომ მე ძალიან მიხარია რომ მე შეგიძინე თქვენ რა ჩვენს მეგობრები გავხდებით რა დავიწყოთ ხო მაშინ დავიწყებ როიალის რამოდენიმე ტაქტით ესე მაჟორშია ჯერ მინიმალისტურად ორ-ორი ნოტით შეგიძლია თავიდან აბა შესაყვარელ საქართველოს არაფერი არ აკრია მაღლაცაში ანგელოზებს ოქროს ფერები ახალია რა კარგია რა კარგია
საყვარელ საქართველოს არაფერი არ აკლია მაღლაცაში ანგელოზებს თებრძები აკარგია თებრძები აკარგია აკარგია Buchtar, beda, apel, camel, guane, da ikwi, blinki, gramaziti, schwaze. Enki, benki, zikrisan, da enki, benki, ba. Enki, benki, zikrisan, gavida. Anabana nitsa, rusa, bisbalmita, Anabana nitsa, rusa, bisbalmita, Anabana nitsa, rusa, bisbalmita, Anabana nitsa, rusa, bisbalmita. Esa mesa galice, 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 esa mesa galice. Ai, titi, ai, tuta, ara topi, გადავიდეთ, ვიცი, მაგრამ ცოტა ძნელია დო მაჟორში რა. თუ აი აბა წავიდა ის ბოლო თქვენც ხომ ძლიერ გინდა ჩვენთან ბოლოს ვეუბნებით, ხო? 3-4 საყვარელ საქართველოს არაფერი არ აკლია
მაღლაცაში ანგელოზებს ოქროსები აკარგია რა კარგია რა კარგია რა კარგია საქართველოს რა კარგია არაფერი არ აგვია აუ მაგარი გამოვიდა ესე იგი არა ჩვენ რომ ვიძახით რა კარგია ჩვენ ისე ვიძახებთ ჩემს საქართველოს და ორ ჯგუფად ვიყოფით რა ოღონდ არაფერიც არ აკლია ვთქვათ რა არაფერიც არ აკლია არაფერი არ აკლია ანუ რაღაცა აკლია არაფერი არ აკლია საერთოდ პირიქით არაფერიც კაი არაფერიც არ აკლია არაფერი ანუ არაფერიც ეს ეუბნები უკვე არა შენ უკვე გამზადებულ პასუხს იძახი რომ პრინციპში ჩვენ არაფერი არ გვაკლია ესმის რა და იდეა რა არის რომ ესე შეგვიძლია ყველა ქალაქები დავასახებ როცა ირითმება ბოლოში სხვა რამესთან თორე რა ხან ღვთისმშობლის ხვედრივად მარტივად რო გითხრათ ხო ამიტომაც ჩვენ ყველაზე დიდი მადლი გვაქვს ხტები რას გეუბნები და პასუხი არ ყველაფრის რომ მაღლაცაში ანგელოზებს ოქროს ჯვრები აკარგიათ ჩვენს წაში გესმის თორე ესე მე ვიღაცა მითხრა ერთხელ რომ უმუშევრობა რო არისო მაშინ დავიყოთ ისე თქვენ ის თქვენ და ჩვენ რა კარგია და თქვენ ბოლო ესე იგი ესე იგი ის დავამთავროთ ჩვენ ამას ვთქვით ნარო პანჟანა ესე დავამთავროთ ხო ნარო პანჟანა ჩვენ გინდა ჩვენთან ჩვენ საყვარელ საქართველოს არაფერი არ აკლია მაღლაცაში ანგელოზებს და სულ ხარ მაგას ოქროსები აკარგია რა კარგია ჩვენ ვაგზავნებთ ჩვენი წლები რა კარგია საქართველოს რა კარგია არაფერი არ აკლია რა კარგია მაღლაცაში ანგელოზებს რა კარგია ოქროსები აკარგია ერთად რა კარგია რა კარგია რა კარგია ვიცი გამოდი ყველას ვამღერებ ჩვენ საყვარელ საქართველოს არაფერი არ აკლია მაღლაცაში ანგელოზებს ხტებზე ჯვრები აკარგია რა კარგია რა კარგია რა კარგია რა კარგია არაფერი არ აკლია მოდი კანონი ვცადოთ აი ყველა რო იმეორე დაიწყე თქვენ დაიწყეთ საყვარელ საქართველოს საყვარელ საქართველოს თქვენ გააგზავნეთ არაფერი არ აკლია თქვენ ეს ჩვენ საყვარელ საქართველოს არაფერი არ აკლია ესენი რომ გადადიან მესამე კუპლეზე თქვენ იწყებთ ჩვენ საყვარელ საქართველოს რა კარგია რა კარგია ეს ვაგზელებთ რა კარგი არა იყურე როგორ ვერ ვაგზელებთ ჩვენ საქმეს აი გაჩვენე აი ჩვენ გავაკეთოთ დავუშვათ მე ვარ თქვენ ხო აი წავიდა ჩვენ საყვარელ საქართველოს არაფერი არ აკლია ჩვენ საყვარელ საქართველოს არაფერი არ აკლია რა კარგია მაღლაცაში ანგელოზებს რა კარგია ოქროსები აკარგია რა კარგია რა კარგია რა კარგია რა კარგია საგაიფო გამოვიდა ეს რა და იქ რა კარგიაში გაერთიანდა რა პრინციპში ერთადერთი ხა რაც გვაქვს ის
რე მაჟორში გადასვლაში მე მას და ის რეჭიდანტი აი ის მეკი და რეჭიდანტი შეარჩი ხო ჩემი მუსიკოსებიც იქნებიან ხტები რაც გეუბნები და იქ ამ გადასვლას რეჭიდანტიზე ბუხტარ ბეს რითმს ისინი ჩავწეროთ იცით ჩემი პრინციპში ხვალ არ ვიცი მოგწევენ უფლებას თუ არა იქ 5 საათზე რეპეტიციაა და რომ უკვე იქ ტრუბაც იქნება პერკაშენიც ხტები რაც იქ საკმაოდ ბევრი მუსიკოსები ბავშვი ამ ხელა სცენა ჩვენ გამოვართ იქ რაღაცა მაგრამ ისე როგორ იქნება რომ მიკროფონი აქედან აქ მიკროფონები გვათხოვებენ ერთ სამ მიკროფონს გვაქვს იქ თუ გვათხოვებენ აი ვკითხო მე ვკითხო ჩვენ გვაქვს იქ 4 მიკროფონი მაგრამ ნუ პრინციპში შეიძლება რომ თითო მიკროფონთან სამი დავდგეთ რა აი ესე გავაკეთოთ ხო მე მგონი ნორმალური იქნება აქ არ არის ისეთი მრავალხმიანობა ეხლა რომ დიახ თან ჩვენ ხმას მღერი ვართ ეს 4 ხო ჩვენ ხო ერთ ხმას მღერი ვართ ხანდახან ხო და კონცერტი არც იცით ხო სადაა არ ვიცი ეს არის პროსპექტი ქვია ესეთი რესტორან კაფე პროსპექტი რომელიც არის 55 სკოლასთან ვაკეში ჭავჭავაძეზე და 9 საათზეა ეს კონცერტი ჩვენ მივიდეთ 5-ზე არის სხვათაშორის ჩვენ სადაც უკრავთ ამინც ესეთი სტრაფ შეცვლას არ ელოდებოდნენ რა იქ არის გარეთ ძალიან მაგარი რა სცენაც არის და ბევრად მეტი ადგილია ხტები მაგრამ უცებ ზამთრისგან გახდა ზაფხული არავინ არ ელოდებოდა ამინც ესეც ცვალებადობას და ამიტომ ანონსირებული იყო უკვე შიგნით მეორე საათზე იქა ძალიან კაია უბრალოდ რაოდენობაა შეზღუდული ადამიანების ხტები აქ უფრო მეტი ხალხი დაეტევოდა რა ხო და ატმოსფეროა კარგი და თქვენ ხელები დადიან ამ კლუბში რა მე ვარ იქ რაღაც გაუგებარით კეთილი ყვავდა რაღაც მე რა მინდა მაგრამ მე მინდა თქვენთან რა სიმღერა ძალიან ძლიერ მინდა თქვენთან მე ჩემ თავს გულისხმობ რა არ მინდა რომ დავბერდე მაგრამ არ მევასწრო დაბერება რა მე მგონი ასაკი საერთოდ ციფრები არ არის რა ეს არის შიგნით მდგომარეობა რა სულის თუ რაღაცა რა და მე ვერ ვანსხვავებ ჩემ თავს მარტო ვიზუალურად ვანსხვავებ იმ დათოსგან რომელიც სტუდენტი იყო რა ზუსტად იგივე რაღაც ისეთივე ვარ როგორც ვიყავი რა თუმცა ხანდახან რაღაცა ძვალი მტკივარს რა სისულელები მემართება ხოლმე რა მოდი ესე იგი ვიწყებთ ფა მაჟორში მე გადავდივარ ფე მაჟორში და მე ვბრუნდები დო მაჟორში სამი ტონალობა ამაზია შეგვიძლია ყველაფერი ერთ ტონალობაში გვემღერა მაგრამ ადიქნებოდა კაი რა დიახ მაშინ ერთი ცადოთ რომ გაუჩერებლად ანუ თავიდან ბოლომდე ხო მაშინ იმ რეპს აღარ წავიკითხო უბრალოდ ერთ კუპლეტს ვიტყვი ესამესას ვიტყვი რომ ხო ესამესა ყველა მეცი თქვენი ხო რა ესა გადის ესა რამდენჯერ თქვათ ესამესა 4-ჯერ იცი რა ეს იქვე იმპროვიზირებულად მივხვდებით მივხვდებით ხო რა რამდენს მოგთხოვს ორგანი ხო იქ შეება თუ რამე გვანი იმდენად იცვლება რაცა უნდა დააკანონო რაღაცა რა ხე თუ ქართულ რაღაც კომპოზიტორის სიმღერას ამღერი რომელიღაც არის კუპლეტი მისამღერი ხტები აი ესეთი ტიპის სიმღერაში რა რომელიც აწყობილია იმისავით რა კუბიკ რუბიკივით შეიძლება არა ეწყოს და უფრო მეტი დრო დაჭირდეს იმის დავაგებას რა არა მგონია რა პრინციპში დროითაც იმხელა არ არის და ცია ყოველთვის გძნობ შეღობს მენელისთვის უკრავ და მსმენელი არის როგორი მოკარნახე იცი იმის მეტია თუ ნაკლებია იმ წუთში იგძნობ და ამოკლებ თუ ატყობ რომ უნდათ მეტჯერ უმღერი ეს აბსოლუტურად ნორმალურად ხდება როდესაც სცენის გამოცდილება აქვს რა იმაზე თქვა დრამზე არა პრინციპში ყველაფერი არის ნორმალურად იქ პერკაშენიც იქნება და ვიცი ხო არა იქ დაუკრავს დასარტყამ ინსტრუმენტზე კაკი არ ვიცი სუნჯაბრო ძალიან კარგი და საუკეთესოა და კარგი მუსიკოსები იქნებიან მოკლედ რა დავით ხო? მოდი წადოთ. დავიწყეთ. მოდი სულ. მოდი მე. ანუ თავი
მოდი მოდა რეჩიტატივად დავიწყოთ. აი, არ ვიმღეროთ. შენ საყვარელ საქართველოს არაფერი არ აკლია მაღლაცაში ანგელოზებს ოქროს თები აკარგია რა კარგია რა კარგია რა კარგია შენ საყვარელ საქართველოს არაფერი არ აკლია მაღლაცაში ანგელოზებს ოქროს თები აკარგია რა კარგია რა კარგია საქართველოს არაფერი არ აკლია მაღლაცაში ანგელოზებს ბათუმი და ანაკლია რა კარგია რა კარგია რა კარგია რა კარგია ცოტა გაუგებარია რატომ მღეროთ ბავშვობაში ხა პეტრე პავლე რატომ დაიგვიანე მე კომუნისტების მოგონილი ხო არ იყო ეს ბავშვი იქნება საერთოდ არ მოდის და მოუჯულებელი ბავშვი ხარო და მოციქულის არ მოვაო შენთანო ალბათ უბრალოდ კონცეფცია ხო ხო და მე რა ერთი რაღაც სიმღერებია გესმის ერთი წვიმ შეგვიძლია აი მაგალითად მის სამღერში დამეხმაროთ რა ის სიმღერა მე და ირაკლი მომღერებთ emotion იც გავთ არის ხო Tears are rolling down the sky If you say again goodbye სიამიდა რომ მის სამღერში გავყოთ ხმებში რა გახსოვს emotions love emotion უნდა ანუ ბიჭებიდან პირველი ხმა და ცირა პრინციპში ორ ხმაშია სულ ტერცია და არ მარტივი emotion ხوارი emotions love აკაღარიყოფა silent love emotions უნდა emotions is love და კარიხმები time living on but we just gonna carry on time living time living down but we just gonna carry on
და ერთი არის სხვადასხვა ძალიან იული სიმღერა, ეს ვიყავით ბავშვები რომ დავწერეთ მე და ჩვენ ვაკეთებდით კონცერტებს სახლებში პლუს დომ კულტურები ეს უკვე ცოტა ისეთ ასაკში იყო და სალონური კონცერტები ქონდა რა აი ამ დომ კულტურებიდან მოქონდა რამოდენიმე დინამიკი ზოგიერთი დაჟე იმაში ქონდა რა სპიდოლები იყო ეგეთი შეერთებული მოკლედ აი როგორც შეგველოდა ქონდა ძალიან ბევრი სიმღერები სულ ჩვენ სიმღერებს ვღებოდით რა და რამოდენიმე სიმღერას ვღებოდით ბიტლების სანტანას სიმღერა იყო ძალიან მოდაში ოე კომოა თუ გახსოვთ ეგეთი სიმღერა ოე კომოა მერიდმა bueno pagosτα ეგ სიმღერა Car Black Magic Woman იყო და მე ბენსონის სიმღერები წამოვიდა კიდე მოდაში და ეს ფაესი რა ნუ ბენსონის ძალიან ის იყო ეს თუ გახსოვთ სიმღერა კონოლოვილმო ბაბა და არ გასწორ და კიდე იყო ეგეთი სიმღერა ჩვენ ბავშვობაში გამოვიდა ეგეთი ფილმი Lucky Man და ალან პრაისის შედევრები იყო იქ და მაგარი იყო რა და მე ესეც სიმღერა აქვს რა ფილმში არ არის ესეც ძალიან პოპულარული Just for you I believe it's რა არ ნუ ეს არის ჩვენი ბავშვობის ხიტები რა და წერდით ჩვენ თვითონაც მაგალითად ეს არის ჩვენი დაწერილი Love in your eyes remember baby giving your smile remember baby breaking my heart remember baby love in your eyes in your eyes remember baby that everybody but everybody but come on love in your eyes remember baby love in your eyes remember baby breaking my heart remember baby love in your eyes remember baby everybody but ეს რომელი წლებია ისი? ეს არის 74 წელი თუ რაღაცა 73-74 წელი. ჩვენ ავართ 15-16 წელში რა. მაშინ დაწერილი სიმღერებია. ბევრს წერდით ძალიან, просто არ იყო ასპარეზი. ხდები ამ სახით რომ სადმე გასულიყავი შანსი არ არსებობდა просто. ნუ მე მაგალითად კლასიკურ ნაწარმოებებს წერდი და მე მოსკოვის კონსერვატორიაში ჩავაბარდი და ჯაზ დაკვრა საკმაოდ მე ეს ჯაზი როგორც ესეთი თვითონ ტრადიციული ჯაზი არც უკრავდი ხოლმე რა. ყოველთვის ჯაზის ელემენტებს ვიყენებდი ჩემს საკუთარ კომპოზიციებში რა. ჯაზმენები უფრო სხვა ჯგუფები იყვნენ, ვინც სტანდარტებს უკრავდნენ და ვინც აი საკმაოდ კონსერვატიულები არიან ხოლმე რა. ჯაზმენები მე მეძახდნენ რომ არა ვარ ჯაზმენი. კლასიკოსები მეძახდნენ რომ არა ვარ კლასიკოსი. ყველა მოარყოფდა რა. რაღაცა და ვერ მომიბძევენ ეს რა სტილის ვარ და ჟანრი არ არსებობს ჩემთვის რომ აბსოლუტურად ყველაფერი მაინტერესებს დაწყებული სიმფონიებიდან როკსაც მძიმე როკსაც მეტალსაც და ტექნოსაც და ყველა იმიტომ რომ ყველაფერში შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო რა ამიტომ ჟანრულად არ უნდა შემოიფარგო ანდერგრაუნდი მაინტერესებს ალტერნატივა ბავშვი ყველაფერი რა არის რომ რაღაცა ჩარჩოებს იგონები და მე მგონია რომ ჩარჩო არ აქვს მუსიკას რა როგორც ესეთი არსებობს კარგი შემსრულებელი
იმ ჟანრში და აკეთებს კარგ მუსიკას რა. თორე ცუდი ჟანრი როგორ შეიძლება არსებობდეს რა დისკოზე არ ვიждებოდი, მაგრამ იქაც იყვნენ მაგალითებები რა. აუ ჯეიმს ბრაუნი ამაგრა იმღერა შენ. პრინციპში ყველა აი პირველ ტურში მაინც ეთყობა ნერვიულობა გამოიხატებოდა რა და მეორე ტურში ყველამ უფრო აჩვენდა, მაინც ორი სიმღერით გესმის მონაცემს უფრო ხვდები, პირველი ძალიან ძნელია რა, იმიტომ რომ ესეთი ნერვიულობის ფაქტორი ეს თქვენთვის და ჩვენ კიდევ თლიანობაში ვერ გხედავთ, იმიტომ რომ დავუშვათ, შეიძლება შეასრულო ესეთი სიმღერა რომ რთული იყოს მაგალითად რა გვარი იყო ტერეზა, ხო? საკმაოდ ესეთი მომღერლი სიმღერა შეასრულა, რომელიც ძალიან რთული შესასრულებელია, როდესაც ის გახსენდება თან ამღერი მისი გესმის და სუბიექტური ხდები ძალაუნებურად. როდესაც ესეთ აი შენ ჯეიმს ბრაუნი როგორ ის კი იყო, ის ეხა ჯეიმს ბრაუნის კონცერტზე ვარ ნამყოფი თბილისში. თქვენ ძალიან პატარები იყავით. აბაზანაში მეთქი. ბასეინზე იყო რა ეს კონცერტი და რა გააკეთა ისე რომ მე მგონი იყო შეცდომა საერთოდ ჯეიმს ბრაუნი არის იმინა აი რადაც გითხარი რა კომუნიკაცია დარბაზთან და კონკრეტულად თითოეულ დარბაზის წევრს უმღერის რა და შუაში იყო ამხელა ბასეინი და ჩვენ ვიჯექით იქ და ეთყობა ქვეცნობიერად მიხვდა რომ ეს სივცე უნდა გაეწყვიტათ რა და გადმოხდა იმაში ბასეინში საკმაოდ ასაკში იყო და თემი ბენდი გადმოყვა რა როგორი პერფორმანსი იყო ისე რომ შოუ იყო თან 100%-იანი სპონტანური იყო არ დაუდგია ხტები რა მახსოვს ეგ კონცერტი ვიდექი და არ შემომიშვა დაცვა ვერ შევიდა პატარა იყავი ალბათ ხო და ნუ საოცარი კონცერტი იყო რა და ეხა ჯეიმს ბრაუნი ხო არიან ისეთი მომღერლები აი საკულტო მომღერლები ხო როგორც არის დავუშვათ იყო ელვის პრესლი როგორც არის მაიკლ ჯექსონი როგორც არის ჯეიმს ბრაუნი ხტები როცა ძალიან ძნელია იმათ მერე შეასრულო იმათ სიმღერა. იგივე სტინგიც ესეთია. ხო ნუ ჯექსონზე ხო საერთოდ ლაპარაკია, ჯექსონის ცეკვას ვიღაცა რო იწყებს, როცა გავდივარ, იმიტომ რომ თან ყველა ცდილობს რომ აი არ გამოსდით რომ რაღაცა ჯექსონის ელემენტი არ ქონდეთ ცეკვაში, თუ დღეს თუ უყურებთ, ხო? შოუ ბიზნეს, ვინც კი არ უნდა არსებობდეს. მაინც ყველა რომელიღაცა დეტალს აკეთებს ჯექსონის, როგორც არ უნდა შეცვალოს და გამოდის ჯექსონი, მაგრამ სუდი. არ ჯექსონი ხო ჯეიმს ბრაუნი. პატენტი ჯექსონი. ხო, მაგრამ ჯექსონის პატენტი შექმნა მაინც. იმიტომ რომ ჯექსონმა არა მარტო ჯეიმს ბრაუნის ელემენტები გამოიყენა, ელვის პრესლის ელემენტიც, ხო? ფრედ ასტერის ელემენტები და შექმნა თავისთავად, რა ხტები რას გეუბნები. და даже ჩარლი ჩაპლინიც კი გამოიყენა ეს ცილინდრი, თუ აი სმაილს როცა მომღერის, ხო გახსოვს? თავის ატრიბუტიკა ხო ქონდა ჯექსონს, ხო ეს ხელთათმანები ვერცხლის ეს ასეთივე წინდები, ეს ცილინდრი, ეს თითებზე რაღაცა, ეს ყველაფერი ქმნიდა იმ რაღაცა მაიკლ ჯექსონი ხო არ არის მხოლოდ შექმნილია თან საკმაოდ განუმეორებელია. როგორც ბიტლები თავის რაღაცა თმებით ხტები, აი ესეთი საკულტო ადამიანები მუსიკაში ჩნდებოდნენ თავის ნიშნებით რა. ბიტლები იმითი არიან უნივერსალური, რომ ბიტლების სიმღერა შეგიძლია იმღეროს სხვა ინტერპრეტაციით, გესმის და იმდენად უნივერსალურია, რომ არ ხუჭდება. და საშემსრულებლად შეგიძლია შეცვალო, მაგრამ ჯეიმს ბრაუნს სხვანაირად ხო ვერ მიხედავ რაღაცა და კახურად თუ რაღაცა რა. ჯეიმს ბრაუნივით უნდა იმღეროს, სხვა შანსი არ აქვს. და იყო ურთულესი აი მე რომ დაიწყენ, მეგონა რომ აი ნამდვილად იზავდა. მართლა გამიხარდა, იმიტომ რომ ენერგეტიკით რაც ყველაზე მთავარია, ხო ჯეიმს ბრაუნში არის ის ენერგეტიკა რაც მოდის რა. და შენთვისაც რო გითხარი დასჯილივით რო ზიხარ მეთქი, ხო რა ხსოვს? ეგეც ძალიან რთულია რა. შენი პირველი გამოსულა გიტარა არის და შენ ბევრად ორგანულები ხარ, ხტები რას გეუბნები რა. პირველი უფრო მომეწონა. და მგონია რომ სწორია რომ სულ გიტარით რაღაცა უფრო გხედავ შენს რა. შენი ბალადაც უკეთესი იყო პირველი რა. იცი, იმიტომ რომ ის ოაზის სიმღერა, ხო? იქ ცოტა თუ გახსოვს ეს ჯგუფი რა, ძმები არიან. მე რაღაც პერიოდში არაფერ მე ისე შეიკრიბენ. ცოტა ისეთი ინგლისელი, საერთოდ ხულიგანი სიტყვა მოდის, ინგლისელი ოჯახი იყო ესეთი. ხულიგან არის გვარი რა, წარმოვიდგინე. რადონის ის როგორ შეაწუხეს ინგლისი რომ თემ სოფლიოში ეგ სიტყვა დარჩა რა.
და ესეთი ხულიგნები არიან ესენი, რა დააკლდა ეს ცოტა. აი მე რამდენად ბალადაში მარტო იყავი, ხვდები? ხო და რაც დაუშვათ შენ გაქვს, რაც პირველად გითხარი. ვასიკო ბიბერი ხარ მეთქე რა. ის იმინა ამ ხელა ქარხანა მუშაობს, ასე ხარ იმაზე რა და შენ თვითონ გაქვს ეს მონაცემი რა. აი ეს რაღაცა მაგ ეგ არის მე მგონია ნიშა თან პლასტიკური ცხარ გესმის და ტემბრი გაქვს საკმაოდ აი შუა ხო არის დაბალი ცისიტურა შუა და მაღალი ხო საკმაოდ დიდარი ტემბრი გაქვს რა და ერთად ვიზავთ გაგვაერთიანებს და ყველა დანარჩენს მე მოგეცემა რომ რაც გვინდა რა იქ არ არის ესეთი რეგლამენტი რომელ საათამდე თუ რაღაცა აღდგომაა დღესასწაულია ყველასი და ამ სივრციდანაც გაგიყვანეს რა მადლობა დიდი მადლობა რაღაცა იქ რა არ ვიცოდი დამთავრდებოდნენ თუ არა და ძალიან გამეხარდა ზეგად გააკეთა მე კიდევ 23 მაის კონცერტი ხო მაქვს და იქაც იმედია დამთავრდებოდნენ კონცერტზე მithumetes ეს გარეპეტიციებული გვექნება და სცენა მაინც სხვა რამეა კლუბი იტანს რა ცოტა იმპროვიზაციას ცოტა თავისუფლებას და სცენა მაინც აბსოლუტურად ითხოვს სხვა რაღაცას რა და იმ სცენით აქაც მოვალ მე თქვენთან იმ კომპოზიციას რომელსაც წავირჩევთ იმ კონცერტისთვის ხო შეიძლება ეს იყოს რა ეს გონია რომ არა ისეთია რა და უფრო დავაწყობთ ამას თავის რეჩიტატივებით და იმ რეპს პრინციპში გავინაწილებთ რა რომ მარტო მე არ ვიკითხო რა ზოგან ორმა რეპის საერთოდ საინტერესოა სადღაც კვარტაში როცა იკითხო მაგალითად რა აი დავუშვათ სიტყვაზე აი ბოგდარ და დაჟე უფრო და ნანგრიო აი ეს ოღონდ თან ზუსტად ნოტი არის ბოგდარ რაღაცა ელექტრონულ ჟღერადობას ქმნის რა კიფო ხა არც გეკითხები ჩემ მასწავლებლებები ყავთ ძალიან მაგარი ანაბანაში იყვნენ ზუსტად ეს მასწავლებლები და ნუ აი ბოლომდე ცნობილი მოგიძებნიან რეპერტუარს სწორედ ესეც კარგია რომ ერთი მხრივ ჟივრისთვის რთულია შესაძლებლად ერთ ჟანრს რომ ღეროდეთ ხვდები უფრო მარტივია იქ გაარჩიო რომ აი ამან ეს ჟანრი ამ ჟანრში ეს ჯობია მაგრამ რომ არ იცი რა ძნელია რომ არის იქნები იქ მაგარ ამღერის როცა იცი რომ სხვადასხვა ჟანრები იმღერება აი ხა მაგალითად გამოჩნდა უკვე რომ აი შენ მაგალითად გამოჩნდა დაახლოებით სტილისტურად მე ვხედავ უკვე შენი არჩევანიც ალბათ ეგ არის ორივე იმაში ტურში რომელი სიმღერებით იმღერე მივხვდი შენ თვითონ საიტკენ გაქმიდრეგება შენ მესამე ტურში სხვანაირი იქნება ხო მეოთხეში უფრო სხვანაირი შენი ჯერჯერობით მაგარნიაშიდანი იყო რა ხო და შენთვის პოზა სიმღერა მგონია წამგებიანი იყო იცი რა თვითონ შეიძლება გითხრათ ეს სიმღერა არ მემღერებოდა იმიტომ რომ აი არ ჯდებოდა ჩემში თვითონ შინაარსი ტექსტი და ეს ტონი სიმღერის იმიტომ რომ ეს იყო ხო იცი რა გეტყობოდა რომ შენ თვითონ იმდენად არ ქსიამუნებს მაგ სიმღერის სიმღერა და პირველი რაც არის სცენაზე შენ თვითონ თუ არიღებ სიამოვნებას გამორიცხულია რომ სიამოვნება მიიღო შენმა მსმენელმა ეგ არ არსებობს რა ხო ხვდები რას ვიძახი ეგ თავარი შენ ამას როგორ გძნობ იცი რომ ტანით გძნობ რა აი დავუშვათ სოლო კონცერტი მქონია როიალით რა ოპერაში აკუსტიკური მიკროფონის გარეშე რა წარმოიდგინე და ხუთ პიანოს რო უკრავ იმ სიჩუმეს აქ თავის რაღაცა თვისება რა აი როცა იდუმალების დონეზე გისმენა რა რომ მოყვებიან იმ სიჩუმეში აი მაგას დიდი ბედნიერება არის შენ გადადიხარ რაღაცა სხვა რეალობაში რა აბსოლუტურად იქ აღარ ახარ რა როიალთან ხოზის ერთი ის მეორე შენი მე არის ვაფშე სხვაგან და ისენიც მიყავს შენი მსმენელი ხვდები იმ მომენტში სადაც გადიხართ აი ეს კარებები არსებობს ამ
სივრცეში უბრალოდ ჩვენს პარალელურად არსებობს და ხელოვნება სწორედ გვაძლევს მაგისაც საშუალებას რომ ეს კარებები გავაღოთ ხოლმე რა. და როგორი მდიდარია ხო? რაც დაუშვათ ცხოვრებაში გჭირდება 10 წელი, ვიღაცა რომანს წაიკითხავ და 3 რომანი რო წავიკითხე. სამი მუშკეტერი 20 წლის მერე 10 წლის მერე ხო? იქ რამხელა ეპოხაა მოყოლილი და ნუ მე წავიკითხე გიჟივთ რომ წავიკითხე სამი მუშკეტერი მე ეს რაზო იმ წელს წავიკითხე 20 წლის მერე და ვიცხოვრე ესე იგი ხელოვნება გაძლევს იმის საშუალებას რომ ეპოქები გაიარო წუთში და 2 წუთში მithom ეს დღევანდელი ტექნოლოგიებით რა. რა მაინტერესებს ესე იგი რომელიმეს მაგალითად ელექტრო რაღაცები გააქვთ თქვენ თვითონ ნაცადი? მე მაგრამ ლეპტოპი დამეკარგა და რაღაცები მაქვს შენახო. და საავტორო მარტო შენ რა სხვებსაც გააქვთ თქვენი რაღაცა? მაქვს. ეს მაქვს. გააქვთ ხო? ეხლა მე მესამე ეხლა ამ ტურში საავტორო. საკუთარ სიმღერებს. შენზე რატომაც მომივიდა თავში აზრად? აუ ეს ეთერში ეხლა ეთერი მიდის? დიახ. აი იმდროში მაშინ არ შეიძლება ეს თქვა მაშინ არ ვიტყვი რომ ჩაქრება ეს მე გეტყვი რომელიც სიმღერა შეიძლება და გემღერა რა. ვისი სიმღერა? სამწუხაროდ კიდე რაღაც რეზერვისტად გოგოები ყავთ კიდე? კი, სამ. ხო არა, იმიტომ რომ მარტო ბიჭები დაკრება რაღაც ცოტა ისეთი იყო. ეხ, მეც მეუცნაური ცოტა არის. ხო და ნუ არა, ნუ ჩვენ რეალურად პრინციპში მაქსიმალურად მეორე ტურში შესაძლოა ანტიჟიურიც იყო შედარებით უფრო მობიერი და სწორი, იმიტომ რომ მაგას შენი -3 არ მესმის რა დღეს. აა მე -3 -3 ვის დავუწევ. შენ მით უმეტეს ხო არ მესმის რა. და ტომვეიც ვიმღეროდა. ტომვეიც. შენ ღეროდი ტომვეიც თვითონ უგავდა ტომვეიც ხმას ის. თვითონ ხო კორექტირებული ხმით მოდის რა. ტომვეიცი სხვა ხო გახსოვს? ხო და ხო და შენ პრინციპში შენი ვერსია იმღერე რა. სწორედ მაგიტომ მომეწონა, იმიტომ რომ ეს არ იყო კოპირება ტომ ვეიცის ხმით სიმღერა. ხა იგივეა რომ ლუი ამსტრონგი რო იმღერო თუ საერთოდ მოხდები რა. და საერთოდ როდესაც ძალიან ინდივიდუალური ადამიანების სიმღერას ვღერი ხარ აი ტომ ვეიცის შემთხვევაში სწორედ მაგიტომ მივეცი მე 10-იანი ხო? რომ ამან შეძლო შეიცვალა ჯეიმს ბრაუნის პოსა ვერ შეცვლი. ხტები აი არ არსებობს. ამიტომ მე გემღერა ჯეიმს ბრაუნი რა. მაგრამ რატომაც შენთან ვხედავ კიდე პრინცის რაღაცა ზოგიერთ სიმღერას რა. ჩემ მე? რა ვიცი. აქვს ესეთი ალბომი ქამქვია იმ ალბომს. განსხვავებული პრინცია, ცოტა სხვანაირი, უფრო ანდეგრაუნდნი კომპოზიციები აქვს რა. მე არ მაქვს მე. ძალიან მაგარი მომღერა. რაღაცები ვიცი. აუ, აი, სკაფს რაღაცები ვიცი. ესე იგი რა ვიცი, თუ გინდათ მე მგონი თვითონ ის სიმღერა არ დავღალოთ, ხო მე მგონი ჯობია რა, იმიტომ რომ გასაგებია აბსოლუტურად ფორმას ვიცით. ესე იგი ვიწყებთ, ნალობების ვიცით. ფრონტს დაუშვათ ის აგვიცდეს, ხო, ის კლუბი იტანს რა. მე შემოსწორებას და უბრალოდ რე მაჟორის გადასვლის წინ 2 კვადრატს ამას დაიწყოთ. თამას რეალურად DJ-ს ატმოსფერით დასემპლავს. ხტები რას გეუბნები? და უფრო კოსმიური გახდება რა ეს ამბან განდონებინზენთან რა. მე აქედან გადავდივართ რეპზე, რეპიდან ბრუნდებით საქართველოს ტექსტის სტროფა. ერთიც ვიმღეროთ მაშინ. მაშინ ვიმღეროთ თავარი კუპლეტი და ეგ არის. ეს კარგი. სად არის ის? საქართველოს არაფერი არ აკლია მაღალცაში ანგელოზებს ოქროსფერი აკარგია რა კარგია რა კარგია რა კარგია რა კარგია რა კარგია საქართველოს
ანგელოზებს ოქროსებია კარგია რა კარგია რა კარგია არაკლია რა კარგია ამასაში ანგელოზებს რა კარგია ოქროსებია კარგია რა კარგია რა კარგია რა კარგია საქართველოს არაფერი არაკლია მაღალსაში ანგელოზებს ქთებზე ჯვებია კარგია რა კარგია